რომ ქიმიური შეტევა იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ კი არ საუბრობდით მარტო და ამაზე საუბრობდნენ ექიმები მაშინ პეტიციაც კი გააკეთეს, ისა რა ქვია, გია კამკამიძე მახსოვს ტელევიზიით, ესე იგი ხმალს იქნევდა რომ სასტრაფოდ გამოემჟღავნებიათ თუ რა ნივთიერება გამოიყენეს. თუმცა ყური არ გაიბერტყეს, ანუ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ესე იგი უზარმაზარი ზიანი მიაყენეს, იმიტომ რომ ვალდებული არის ჯანდაცვის სამინისტრო. 9 აპრილის ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, მაშინ გახსოვთ ჯანდაცვის სამინისტროს საკმაოდ ხნედ ასე ვთქვათ და ძალიან ესე ვთქვით ორგანიზებულად მოქმედებდა ამ ამბების გამოვლენაში და ადამიანების კურნალობაში და ამ საკითხის დასმაში, მაგრამ არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ყური არ შეიბერტყა, თუმცა ამაზე ექიმები აფრთხილებდნენ და ეხლა მათ მიიღეს სერიოზული სამედიცინო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა სერიოზულ საერთაშორისო სამედიცინო გამოცემაში და მიიღეს BBC-ს ფილმი. აქ სიტუაციიდან როგორ გამოძვრებიან, მე არ ვიცი. ალბათ ვერ გამოძვრებიან და არც ისე შორი იქნება უკვე ის შეპირებული ბრიტანული სერიოზული სანქციები. პოლიტიკური ანალოგები არსებობს. დაწყებული საერთაშორისო სანქციებიდან დამთავრებული რეჟიმების საერთაშორისო დამხობამდე. პოლიტიკური სანქციები არსებობს. ნუ ახლა ამ მეორემდე ალბათ საქმე არ მივა, არც ისე როგორც თავი წარმოუდგენიათ, არც ისეთები არიან, მაგრამ სანქციები შეიძლება იყოს სერიოზული, როგორც ფინანსური, ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი სანქციები ეს უკვე ნებისმიერ ქვეყანას, აი ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია აღძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, სხვათა შორის ამას წინათ უკვე IPP მოუწოდა ესე იგი ეუთოს ფარგლებში საერთაშორისო გამოძიებისაკენ ყველა ამ ფაქტებთან დაკავშირებით ეს არის ბოლო ფაქტი. ესე იგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეიძლება გამოძიება, საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციებიდან შეიძლება გამოძიების დაწყება კონკრეტული კონკრეტული სახელმწიფოებს შეუძლიათ. აი მაგალითად ამას წინათ იტალიაში მცხოვრებმა ხორვატმა მოქალაქემ უჩივლა იტალიის პროკურატურაში, თუ არ ვცდები, ხო, იტალიის პროკურატურაში დღევანდელი სერბეთის პრეზიდენტს, რომ ის მონაწილეობას ღებულობდა თავის დროზე საომარ მოქმედებებში და იმ საშინელებებში, რაც ბოსნიაში იყო, იტალიის პროკურატურაში. ასე რომ ეგეც შესაძლებელია და არა მარტო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობდით, ეს შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ესე იგი გომური საქმესთან დაკავშირებით. იქ დადგენილი იქნა კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და ეს დაიხვიეს ხელზე ახლა გახარიას წინააღმდეგ რომ არის საქმე აღძრული ამ ნაწილში, თუმცა ნებისმიერ ქვეყანამ შეიძლება შეავსოს ესე ვთქვათ ეს საქმე ოლიგარქისა და მთელი გუნდის მიმართ, განსაკუთრებით ეს ეხება საფრანგეთს, რომლის მოქალაქეც ის არის. ამიტომ აქ ძალიან ესე ვთქვათ მრავალფეროვანი და სავალდებულო შესაძლებლობები არის. მოკლედ, საიდან რა מחვილი ესე იგი წამოვა მათ მიმართ, მათ არიციან. აი ახლა ამას წინათ დღეს ესე იგი ბილ ბროუდერი არის ასეთი, იცნობენ მას, ეს არის მაგნიტსკის ავტორი. და აი მან ასეთ განცხადება გააკეთა გაყვნილების ახალი დონე, ერთადერთი კითხვა არის ეს თავად მოიფიქრეს თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს. აი ასეთი მკვეთრი განცხადებები კეთდება, ეს კაცი ავტორიტეტია, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ სიას მოგეხსენებათ კონგრესის მხარდაჭერა აქვს და შესაბამისად ავტორიტეტია, მის იმას ესე იგი იზიარებენ. მოკლედ, ერთი სიტყვით, გინდა მაგნიტსკისიდან დაწყებული სანქციები, სამართლებრივი, სახელმწიფოების დონეზე, საერთაშორისო სამართლებრივი, საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო სხვათა შორის, რომელიც ამ შემთხვევაში აბსოლუტურ არამთავარ საჭიროებას არ წარმოადგენს და არც იქნება ჩემი აზრით. და კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ინფორმაცია დაიდო 2 დღის წინ, რომ აქ რაღაც რუსული სადაზვერვო ხაბი არის აღმოჩენილი, ხო და თუ ეს სათანადო მტკიცებულებები გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო მედიისთვის, ამბავი მაშინ ნახეთ. მაშინ ნახავენ ესენი.
ეს თუ ნამდვილად რუსეთის, ასე ვთქვათ, სადაზვერვო ხაბი არის აქ საქართველოში. ასე რომ კიდევ ერთხელ ეხლა არ ვიცი რამდენად მათ შანსი დარჩათ კიდევ იმისა, რასაც ჩვენ საუბრობდით, რომ ელაპარაკონ ხალხს. სულ ამ ყოველ გადაცემაში ვლაპარაკობ ჩვენ ამის შესახებ, რეპრესიების მაგივრად ელაპარაკონ ხალხს. მაგრამ გამოსავალი მაინც ეს არის. გამოსავალი მაინც ეს არის, უკან უნდა დაიხიონ ძალიან ღრმა ნაბიჯებით, თუმცა ეს უშველის თუ არა, ისიც საკითხავია ამ ეტაპზე რა.